გახდა თუ არა ვანო ზარდიაშვილი ქართული ოცნების სამიზნე. ქვეყნის სრულ ჩაბნელებაზე პასუხისმგებლობას სემეკი სწორედ მას აკისრებს. მარეგულირებელმა კომისიამ პირველადი შეფასება გამოაქვეყნა, დოკუმენტში კი წერია, რომ 24 ივლისს, როცა ელექტროენერგია მთელ ქვეყანაში გაითიშა, მიზეზი სავარაუდოდ საქართველოს ენერგოსისტემის გამოთიშვა იყო აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან. ამისი დაზღვევა და თუნდაც იზოლირებულ მდგომარეობაში ფუნქციონირების გაგრძელება კი ზარდიაშვილის უწყების, ანუ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პასუხისმგებლობა იყო. საფუძვლიანია პრეტენზიები ზარდიაშვილის მიმართ, თუ ივანიშვილი ყურადღების სხვაგან გადატანას ცდილობს, როცა სპეციალისტები მთავარ პრობლემად სწორედ მის ბიზნესს, ანუ კრიპტომაინინგს ხედავენ. ეს არის მთავარი კითხვა, სალომე ლაბაძე შემოგვიერთდება დეტალებით. სემეკის პოზიციის გასაჯაროვების შემდეგ კითხვად რეჟიმის კრიტიკოსებისთვის ახლა რჩება მხოლოდ ის, თუ რას შეურჩევს ქართული ოცნება სასჯელად ვანო ზარდიაშვილს, ანუ აკმარებს მას მაგალითად თანამდებობიდან გაშვებას, თუ საქმე შესაძლოა მივიდეს მის დაპატიმრებამდეც კი. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში პარტიის განზრახვა უკვე არის გამოკვეთილი და როგორც ამას სფეროს სპეციალისტები თუ პოლიტიკოსები ვარაუდობენ, პროცესი შესაძლოა განვითარდეს იმ მიმართულებით, რომ საბოლოოდ ქვეყნის ჩაბნელების საქმეში ელექტროენერგიის მასშტაბურად გათიშვის საქმეში 24 ივლისს დამნაშავედ გამოცხადება სწორედ ვანო ზარდიაშვილი და მას დაქვემდებარებული უწყება, ანუ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა. ეს კი სავარაუდო ხდება სემეკის მიერ მომზადებული დოკუმენტის პირველადი შეფასების შესაბამისად, რადგან სემეკი ამ დოკუმენტში წერს, რომ 24 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან კავშირის გაწყვეტამ. მთავარი კი ისაა, რომ სემეკის პოზიციით ამის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა, თუ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა სათანადო ზომებს მიიღებდა და იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მაინც არ მოხერხდებოდა, თუნდაც იზოლირებულ მდგომარეობაში დარჩენის შემდეგ, ისევ ელექტროსისტემის პასუხისმგებლობა იყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს დენის მიწოდება არ შეწყვეტოდათ. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ არც თავად ვანო ზარდიაშვილი ტოვებს ამ ბრალდებებს უპასუხოდ, ტელეკომპანია BMG ავრცელებს მისი უწყების ერთ-ერთი წარმომადგენლის კომენტარს, რომელიც წერს, რომ რომელიც აღნიშნავს, რომ სემეკის მიერ მომზადებული ეს შეფასება არის ტენდენციური, არის ნაჩქარებად მომზადებული და დოკუმენტი პრობლემას ის სრულად არ ასახავს, პრობლემა სინამდვილეში იმაზე კომპლექსურია, ვიდრე ეს დოკუმენტშია წარმოდგენილი, ამბობს ამას სახელმწიფო ელექტროსისტემის ერთ-ერთი წარმომადგენელი. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მოწყობილი არის თანამედროვე ავარია საწინააღმდეგო ავტომატიკების კომპლექსი. ზუსტი მიზეზი რა იყო, რომ გამოეწვია ამხელა მასშტაბური ჩაქრობა და მოხმარებლების ელექტროენერგიის გარშე დატოვება არის მოკვლევის საგანი. აქ მრავალი ფაქტორი, აქ არის ენგურხესის მარეგულირებელი მოწყობილობების ხარვეზების ფაქტორი, აქ არის ქსელში სარელევო დაცვის გამონაწილებელი ქსელში სარელევო დაცვის ძველი მოდიფიკაცია, გადასაიარაღებელი პროცესის საკითხი, სადაც საჭიროა ინვესტიციების ჩადება. ეს არ მოხდება, ასე ვთქვათ, ერთიანად, უცბად, ეს საჭიროებს გარკვეულ კუთხით კოორდინაციას, კომპლექსური საკითხი, რომ სისტემის საიმედოობა ამაღლდეს, გადაიარაღდეს გამონაწილებელი ქსელის კომპანიები. ეს არის კომპლექსური საკითხები, მალე არ სრულდება ესეთ ტიპის მოკვლევები, ეს საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. ამ ეტაპზე ეს არის სემეკის პოზიცია, ვერ ვიტყვი ამას, რომ სიცრუე, ეს არის ტენდენციურად წაყვანილი და მოდი დაველოდოთ, ახლა არის ჩანაწერები, გაანალიზდეს ეს ჩანაწერები, ამას ხო სჭირდება გარკვეული დრო. იმ შემთხვევაშიც, თუ სემეკი სწორად აღწერს პრობლემას და შესაბამისად ვანო ზარდიაშვილის უწყების მიმართ პრეტენზია არის საფუძვლიანი, რეჟიმის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს პასუხისმგებლობისგან არათავისუფლებს ქართულ ოცნებას, რადგან ზარდიაშვილი სწორედ ქართულ ოცნებას წარმოადგენდა ჯერ სასამართლო სისტემაში, შემდეგ პარლამენტში, ახლა კი ის წარმოადგენს ამ პარტიას უკვე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში, სწორედ ოცნების ხელშეწყობითაა დანიშნული ამ თანამდებობაზე. და რაც მთავარია, ზარდიაშვილზე ისრების გადატანა ოპოზიციის განცხადებით არ აუქმებს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას, რადგან საქართველოში ელექტროსისტემის მთავარ პრობლემას სახელდება სწორედ ის ბიზნესი, რომლის უკანაც დგას ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. საუბარი არის კრიპტომაინინგზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის იმდენად ჭარბ მოხმარებას ქმნის, რომ მას სისტემა ვერ უკვლავდება.
სისტემის მთავარი პრობლემა არის დენის დეფიციტი, რომელიც გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის სიხარბით. ის აკეთებს უამრავ ფულს დენის გამოყენებაზე, კრიპტოვალუტაზე მაქვს ლაპარაკი, ფაქტობრივად ჰაერს აკეთებს, არც ადამიანებს ასაქმებს, არც გადასახადებს არ იხდის და არც ქართულ ეკონომიკაში ამით არაფერი არ შედის, ეს არის პირადად მისი ჯიბე. მეტი არაფერი საერთოდ. და ამის გამო ჩვენ გვაქვს დენის დეფიციტი და ამ დენის დეფიციტს ვავსებთ იმპორტით. მეტი იმპორტი გჭირდება, ხო? და ეს ნიშნავს დენის გაძვირებას. მეორე, სემეკის პოზიცია რომ ელექტროსისტემის ბრალია, გავიგე, სავსებით შესაძლებელია რომ ესე იყოს. მაგრამ ელექტროსისტემის უფროსად ვანო ზარდიაშვილი მე დავნიშნე? ვანო ზარდიაშვილი, რომელიც არის კლანის ნაწილი, სასამართლო კლანის და იქ იყო კატასტროფა. მე პარლამენტში იყო კატასტროფა და ხა ელექტროსისტემას რო ჩააბარებ, რომელიც ჩამთველის და გამომთველის ცნობაც კი არ იცის და პლუს და მინუს და დამიწებას ნულ ფაზას ვერ ასხოვებს ერთმანეთისგან და არსებობა შეიძლება არ იცოდეს. იმას მიიღებ, რაც მივიღეთ. ხო, ეს არის კორუფცია, ამას ქვია. 14 წელი ქართული ოცნება ენერგეტიკის სექტორში იყო დაკავებული მხოლოდ და მხოლოდ კორუფციული ინტერესების გატარებით. როცა საქმე ეხებოდა ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, მათ შექმნეს შუამავალი კომპანიები, რითაც მოხდა ფასნამატის წარმოქმნა და მილიონობის ხარჯზე საქართველოს მოქალაქეებს გაუძვირდათ ელექტროენერგიის ტარიფი. ამას დაემატა ეგრეთ წოდებული მაინინგის ფერმები, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესი, რომელიც კრიპტო ვალუტას ეხებოდა და სხვა უამრავი კორუფციული ფაქტი, თუმცა არაფერი არ გაუკეთებიათ ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში. მას შემდეგ რაც მასშტაბური გამორთვა მოხდა მთელი საქართველოს მასშტაბით, ამის შემდეგ არც ერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი არ გამოსულა და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ მიუწვდებიათ ინფორმაცია, რა ხდებოდა ჩვენს თავს, რატომ მოხდა მსგავსი ტიპის მასშტაბური გამორთვა. შესაბამისად ამ ყველაფრის შემდეგ დღეს კონკრეტულმა უწყებებმა ერთმანეთს რაც არ უნდა გადააბრალონ, რაც არ უნდა პასუხისმგებლობა სხვადასხვა უწყებებს აკიდონ, ეს კონკრეტული ფაქტიც ჩვენ და სამწუხაროდ საზოგადოებისთვის, ასე ვთქვათ, ნაკლებს სანდოა. ეხლა როგორც მოისმენთ ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ელექტროსისტემაში, ენერგეტიკის სფეროში კორუფციაზე საუბრობენ, განსაკუთრებული აქცენტით კრიპტოსაწარმოების მუშაობაზე, ანუ ბიზნესზე, რომლის უკანაც ბიძინა ივანიშვილი დგას და რომელსაც შემოსავალიც მხოლოდ ოლიგარქისთვის მოაქვს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი კრიპტოსაწარმოების მუშაობა არანაირ სარგებელს არ ქმნის. ამის საპირისპიროდ, სწორედ ამ საწარმოების მუშაობის გამო, იმის გამო, რომ ისინი ჭარბად მოიხმარენ ელექტროენერგიას, საჭირო ხდება მისი იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც პირდაპირ აისახება დენის ფასზე. ამ პირობებში კი საქმე იქამდეც მივიდა, რომ საქართველოში ელექტროენერგია სრულად გაითიშა, მთელი ქვეყანა ჩაბნელდა ჯერ 24 ივლისს, რის მიზეზებსაც ადგენს ახლა სემეკი, ამის შემდეგ კი იგივე განმეორდა მომდევნო დღესაც.